ალაზნის გაღმა მხარიდან ჩვენებაა ხომ კახეთის ნეკრესის მონასტერი კალთაზე კოხტად შეფენილი და დომინანტი აი ის იყო სწორედ მანამდე. ეხლა როდესაც გამოიხედავ, ჩანს ეს ჩამოთვლილი დამახინჯებული მთა. სად იყო მთა? ველო იყო დოიჭრა რაღაც 10 მეტრიანი ქვედა. სად იყო მშენებლობა? რა არის შედებული არაფერი არ არის. ორი სართულია აშენებული, როგორ არა? ვიკითხა, კაცო, თუ იკითხავი არა დასე. დარბაზივით რომ არის უზარმაზარი სივრცე აშენებული. ლოგირია გარშემოთქმული. დიახ, ეს დარბაზია. თქვენ შეიძლება სპა და საუნა გააკეთოთ, მაგრამ დარბაზია დიდი კი? ეს არის უსაფრთხოების ზოდებია, ვიღებდი რომ რაბედაირად გააჩვერო არ ჩავარდეს არავინ. სად იყო ეკლესია? ზემოთ იმხელა ეკლესია რომ არის იცით ხომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? შევიცი რო არის. როგორ არ ვიცი ბატონო? და ვიდა შევიდა ეს ეკლესია, იცი? თქვენ ააშენეთ მე-10 საუკუნეში? რესტავრაცია არ არის, გეგალაკეთე დონი და დაუწყე რესტავრაცია მაგის. დამახინჯებული ლანდშაფტი და გაუფასურებული კულტურული მემკვიდრეობა. კოლეგები რო ჩამოდიან ხოლმე ჩემთან მაგალითად, მეკითხებიან ხოლმე რამე კატასტროფა მოხდა აქ ამთას რო დაინახავენ. ბიზნესმენებისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების თავნებობა. ეს მთაც მოჭრეს. სასტუმროს და ღვინის საწარმოს აშენებენ წილოსანები. ნინო წილოსანის ბიძაშვილზე, გვანცა წილოსანზეა გაფორმებული აქაურობა. კუდიგორის მთის ორი კალთის, ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე. მთის მოჭრა თუ თავის მოჭრა. ველურებად ვჩნდებით პირდაპირ. თავი გვეჭრება პირდაპირ რა.